ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, აგრძელებთ საუბარს კულტურის როლზე ქართველი ერის ცხოვრებაში, რომელიც მოიცავს მე-16-მე-17 საუკუნეების პერიოდს. წინა გადაცემებში ჩვენ ავხსენით რა იგულისხმება აქ კულტურაში, როგორ მოხდა კულტურისა და პოლიტიკის კოლაბორაცია. რამ გამოიწვია ეს მოვლენა და რაზე იდგა ამ კავშირის შედეგად დამყარებული პოლიტიკური წესრიგი. მოდით აღწეროთ რა პირობებში გახორციელდა კავშირი სამეფოსა და პოეზიას შორის. როგორც ეს უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, იმ ისტორიულ პერიოდს ქართული სამეფოები რომ პოეზიასთან შევიდნენ კოლაბორაციაში პირობითად, ჩვენ დავარქვით მესამე ივერი, რომელიც როგორც თქვით დაიწყო საქართველოს დაშლით და დასრულდა ვახტანგ მე-6 სამეფოს განადგურებით. ყოველივე ამას წინ უძღვოდა მძიმე საუკუნეები. მონღოლების პირველი გამოჩენიდან ამასიის ზავამდე ქვეყანამ ჯოჯოხეთი გამოიარა. ამის განმავლობაში ქვეყანა გაბარდახდა, მოიშალა მეურნეობა, დაინგრა ეკლესიები და საბოლოოდ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაიშალა კიდეც, რაც ოფიციალურად გაფორმდა 1490 წელს. ამ კატასტროფას წინ უძღვოდა ერთიანი ქართული ეკლესიის დაშლა. მერე მოხდა ის, რომ დაგვიმეზობდა ორი აგრესიული ქრისტეს მოძული მსოფლიო იმპერია, ოსმალეთი და სეფიანთა ირანი. როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, ამ იმპერიებმა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ომი წამოიწყეს და საბოლოოდ 1555 წელს საქართველო გაინაწილეს. ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს, დასავლეთ საქართველო ოსმალეთმა მიისაკუთრა, აღმოსავლეთი ირანმა. ივერი არ შეაგოა შექმნილ ვითარებას და დაიწყო სისხლის მღრელი ომები დამოუკიდებლობისთვის, სარწმუნოებისა და სამეფოს შენარჩუნებისთვის. უმოსახლო, უეკლესიო, ულუკმაპურო, უმეგობრო ქვეყანა ჩაერთო ორ უმძიმარეს იმპერიასთან ომში. ნახევარი საუკუნე გავიდა და ვერც აღმოსავლეთი და ვერც დასავლეთ საქართველო მტერმა ვერ დაიმორჩილა. დავკარგეთ და ჩაგვეყანეს გარნიზონები ქალაქებში, მაგრამ ქართველები არ წყვეტდნენ ბრძოლას, იყო გამუდმებული აჯანყებები და სისხლისღვრა. განსაკუთრებული წრეხის ქვეშ მოექცა აღმოსავლეთ საქართველო, რომელსაც პირდაპირ ღვთისრისხვასავით დაადო თავს სეფიანთა ირანის მძვინვარე ბრძანებელი შაჰ-აბას პირველი. შაჰ-აბასი დიდი მმართველი გახდათ. მას ზენიტში აიყვანა ირანის დიდება. ოსმალეთს აართო ბაღდადი, დაიპყრო ხორასანი, ინდოეთი და ბოლოს გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა დაღუმორჩილებელი ქართლ-კახეთის საკითხი. ისკანდერ მუშის ცნობით მან საღვთო ომი გამოუცხადა ქართველებს, ეგრეთ წოდებული ჯიჰადი და მათი დედაბუდიანად ამოგდება დაისახა მიზნად. დაიწყო შემოსევები, გაავერანეს ქვეყანა, აყარეს მოსახლეობა, აჩეხეს ბაღვენახი, მაგრამ ქართველები არ ნებდებოდნენ, სადაც წაეწაოდნენ, განაგურებდნენ ყიზილბაშებს. გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა 1625 წელს. ერთი წლის განმავლობაში ირანმა ქართლში დაკარგა თავისი ძლევამოსილი არმიის ნახევარი, რამაც წერტილი დაუსვა მის ჰეგემონიას. სპარსელები ამის შემდეგ ახლოს აღარ გაკარებიან ივერიის ამოგდების უტოპიურ იდეას. თუმცა ქართველებმაც უდიდესი ზარალი ნახეს, იმდენად დიდი იყო დანაკარგი ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ხომიცით ყველა ამ ლექსი ვეფხისა და მოყმისა, ასე შეაკვდნენ ერთმანეთს ივერიელები და სპარსელები. მოკლედ არც ერთ მათგანს ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ ჰქონდა და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომელმაც განსაზღვრა საუკუნის განმავლობაში ქართველთა ბედი და ცხოვრების წესი. 1632 წლის შეთანხმებით ქართლ-კახეთი ირანის შემადგენლობაში შევიდა. განსაკუთრებული უფლებებითა და მოცემულ სიტუაციაში ქართველებისთვის მისაღები პირობებით. ივერია ქრისტიანულ ქვეყნად რჩებოდა, ამასთან ერთად ქვეყნის მართვაში ხელის შეშლა არ იყო, თუმცა იყო კონტროლი და ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში ჯარით გამოსულიყო ირანის მხარეს. ბაგრატიონები ინარჩუნებდნენ ქართველთა ტახტს, ინარჩუნებდნენ დინასტიურ მმართველობას, თუმცა ქართული წესით ვეღარ ეკურთხებოდნენ მეფეებად, ისინი ირანის შაჰების მიერ ინიშნებოდნენ. ქართული მეფეს სახელად დაერქვა ვალი, სულ 4 ვალი იყო ირანის იმპერიაში: ქართლის, ანუ გურჯისტანის, ხუზისტანის, არდალანის და ლურისტანის. ვალი სეფიანთა ირანში განსაკუთრებული წოდება იყო. ის შაჰის მოადგილედ ითვლებოდა, ეგრეთ წოდებული ჯინიშინად. გურჯისტანის ვალი ავტომატურად ინიშნებოდა ირანის ჯარების მთავარსარდლად. კურთხევისას მას უნდა შემოერტყა წელზე ირანის შაჰისთვის ხმალი.
თუმცა ასეთი მაღალი თანამდებობის დაკავება მხოლოდ მუსულმანს შეეძლო სეფიანთა ირანში. ამიტომ ქართველი მეფეები იძულებულნი იყვნენ მაჰმადის ჯულზე მოქცეულიყვნენ და ესეც შეთანხმების აუცილებელი პირობა იყო. საერთოდ იმდენად დაუჯერებელია შაჰ აბასის იმპერიასთან ქართველთა ეს გამარჯვება სასაულს მიაწერენ ხოლმე. ღმერთმა გადაგვარჩინაო, ასე იტყვიან. კი ბატონო, ღმერთი ყოველთვის გეხმარებოდა ქართველებს დიდება მის სახელს, მაგრამ მართლმადიდებლური წესი არაა ადამიანის როლის დაკნინება იქ, სადაც ის ცხოვრობს და თავის ცხოვრებაზე პასუხს აგებს. ბრძოლის ველზე, სადაც 10,000-ობით ადამიანმა სიცოცხლე გაწირა, ადამიანის ფაქტორის არ გათვალისწინება მართლმადიდებლობა კი არა სიბრიყვია, რადგან ადამიანი პიროვნების გარეშე ადამიანი არ არის. მართლმადიდებელი ქრისტიანი არ იტყვის ღმერთი მოახდენს ისე სასაულს, ყველაფერი უცბად და თავისით დალაგდებაო, რადგან მან იცის, რომ იესოს ბუნება გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად, ღვთაებრივ და ადამიანურ ჰიპოსტასებად. ზუსტად ამ წესით აღიქვამს ის ნებისმიერ მოვლენას, სადაც ღმერთისა და ადამიანის ძალისხმევა თანაბრად მნიშვნელოვანია. ასე უყურებდნენ ივერიელები მოვლენებს. ადამიანის როლი დაკნინებული იყო მაგალითად ეგრეთ წოდებულ რომაულ რწმენაში, რომელთათვისაც იესოს ბუნებაში არავითარი ადამიანური არურევია და რწმენაც ორთოდოქსული იყო მათი, ყველაფერი ღმერთს მიეწერებოდა. ივერიელის რწმენაში კი ზუსტად წმინდა ადამიანური ძალისხმევა ფასობდა ძვირად. ბადლი იმაში, როცა კაცი თავს არ დაზოგავს და გაიღებს ყველაფერს, რაც გააჩნია ამ რწმენისათვის. რუსთველი რომ ამბობს, რასაც გასცემ შენიაო, იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ყველაფრის გაცემაში, ძალის არ დაზოგვაში ჩანს დიდი სიყვარული, იგივე ღმერთი და ის იძლევა იმ ძალასაც, რომელიც სასაულს ახდენს. და ეს ადამიანმა თავისუფალი ნებით უნდა გააკეთოს, ყველაფრის გაცემა მხოლოდ მისი ნებით უნდა იყოს და ისიც მისი საკუთრება უნდა იყოს, რასაც გასცემს. საკუთრების სამუფლების გარეშე არ არსებობს პიროვნება, არ არსებობს მორალი და შესაბამისად არც ადამიანი. ამას ქვია მადლი, რომელიც მოდის იმის რწმენიდან, რომ ღმერთი არასოდეს მიატოვებს მართალს და გულწრფელი სიყვარულით ანთებულს. ეს ადამიანური ფაქტორი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველთა ბრძოლებში, დიდწილად განპირობებული იყო, როგორც წინა გადაცემაში ვახსენეთ, იმ აღმზრდელობითი მოღვაწეობით, რომელიც ამ პერიოდში ზუსტად კულტურამ აიღო საკუთარ თავზე. ამ აღმზრდელობითი მოღვაწეობის მაცოცხლებელი და მასულდგმულებელი ძალა თავდაპირველად იყო ეგრეთ წოდებული რუსთველიანური მორალი. ვეფხისტყაოსნის უსაზრო პოპულარობის საიდუმლო ზუსტად მის პრაქტიკულ გამოყენებაში იყო. როგორც ადრე ვთქვით, მზითებში რომ ატანდნენ პატარ ძალს ვეფხისტყაოსანს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი დედები ვეფხისტყაოსანზე ზრდიდნენ შვილებს. და მაინც რას ასწავლიდნენ ქართველი დედები შვილებს, ასეც რომ მათ თავი არ დაზოგეს და მართლაც ყველაფერი გასცეს გამარჯვებისთვის. სიღრმეში არ ჩავალთ თვალსაჩინოებისთვის, მხოლოდ ყველასათვის ცნობილ აფორიზმებს გამოვიყენებ. რაც ხელის გულზე დევს, იმას მოგაწვით, ზედაპირზე ყოველთვის ჩანს ფუნდამენტი. რუსთველის მორალი უპირველესად გამომდინარეობს მისი მიზნიდან. მიზანი კი არის სიცოცხლე. სიცოცხლე ყოვლის მომცველი ღირებულება, რაზეც დგას მისი ჰუმანიზმი. მინდა აქვე პარალელი გავავლო და თქვა, რომ დღევანდელი ჩვენი საეკლესიო მორალი პრაქტიკულად არ ცნობს იმ უმაღლეს ღირებულებას, რასაც ქვია სიცოცხლე. ჩვენ მივეჩვიეთ თუ მიგვაჩვიეს საკუთარი გვამის ხარეცრემლით დატირებას. გვეწოდებიან ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ჩავარდნილი ჩვენი წინაპრები. ყველაფერს რომ კარგავდნენ, რაც გააჩნდათ, იძულებულნი იყვნენ ებრძოლათ გადარჩენისთვის და არავინ იცის როგორ გადარჩნენ. ეს თანაგზნობა და სიბრალულის რიტუალური გამოხატვა ჩვენი დღევანდელი საეკლესიო მორალის მირონია, რომელიც ტანჯვას ღვთის წინაშე დამსახურებად, ამ დამსახურებას კი ისტორიის მამოძრავებლად მიიჩნევს. ამიტომაც ვაცოდებთ ღმერთსაც და ისტორიასაც ასეთი მონდომებით თავს. რამდენადაც ვიტანჯეთ, იმდენად ვართ ღირსი მივიღოთ ღვთისგან გახარება, ყველანაირი სიუხვე და დღეგრძელობა. რუსთველის კაცის მყარე მორალი კი დგას არა ტანჯვის ფეტიშზე, არამედ სულიერად ძლიერი, მიზანდასახული, განათლებული პიროვნების კულტზე, ვისთვისაც ბრძოლა იბისათვის, ვინც უყვარს და რაც უყვარს არის ბედნიერება. მორალური ადამიანისთვის ზუსტად ეს ბრძოლაა ცხოვრებაში მთავარი საკეთებელი და ზუსტად ამას აკეთებდნენ რუსთველზე გაზრდილი ქართველები, რომლებიც ყველაფერს კი არ კარგავდნენ ამ ბრძოლებში, არამედ ყველაფერს გასცემდნენ, რაც გააჩნდათ. ზუსტად მოვლენებისათვის ეს წისწრება, ეს თავისუფალი ნება რუსთველიანური სიცოცხლის მოყვარული მორალის საფუძველი. ამ მორალით შეიარაღებული ივერიელი იბრძოდა გამარჯვებისთვის და არა გადარჩენისთვის. ქართველები რო ერთმანეთს გამარჯვებას ვეუბნებით, ამ მორალიდანაა. თუმცა დღეს მარტო გამარჯვება დაგვრჩა, მორალი დაგვავიწყდა. არადა სიცოცხლისთვის ბრძოლას დღეს ზუსტად რუსთველისეული ძლიერი სულისკვეთება ჭირდება.
დღესდღეოსნის რაინდულ პათეტიკას და ამაღლებულ განწყობას ავლენდნენ ქართველები ლხინში, მწუხარებაში, ბრძოლებში, დღესასწაულებზე და შეჯიბრებებზე. სიცოცხლე იყო მრავალფეროვანი, ერთიანი და განუყოფელი. საერთოდ რუსთველის მრავალფეროვნება კარგად იხსნება ანაქსაგორას ერთი გამონათქვამით ყველაფერი ყველაფერში. ყველაფერი ყველაფერში იმას ნიშნავს, რომ ისევე როგორც პოლიტიკაშია პოეზია, პოეზიაშიც არის პოლიტიკა. ერთში არის ყველა და ყველაში ერთი. ქართველები იბრძოდნენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ, როგორც ქეიფობდნენ, როგორც გლოვობდნენ, როგორც უყვარდათ. ამ ეპოქის ბრძოლებს თუ დააკვირდებით, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს ქართველებს მოწოდთ ეს ყველაფერი. მოწოდთ ქრისტიანობის ერთადერთი დამცველები რომ არიან ამ ქვეყნად. შეიძლება ვინმე იძულებული იყო ებრძოლა ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა. მაგრამ ქართველების ძირითადი ნაწილი ომობდა იმიტომ, რომ მოწონდა ომი და მოწონდა ის, რისთვისაც იბრძოდა. და ეს სიხარული, ეს სული სიძლიერე მოდის ზუსტად რუსთველის სიცოცხლის მორალიდან, რომელსაც ის ეძახის სიბრძნეს. ამ რაინდული პათეტიკამდე ამაღლებული მამაცის სულისკვეთებით რუსთველმა ივერიელის ტვინში და გულში გააღვიძა მომავლის იმედი. იმედი, რომელიც რაც არ უნდა მომხდარიყო არ კვდებოდა. სამწუხაროდ ეს სულისკვეთება ძლიერ განსხვავდება იმ თვითგვემისგან იესოსთვის ვარაკად შეწირვას, რომ არქმევენ ხოლმე დღეს სახელად. გადარჩენის პოლიტიკაც ამ თვითგვემის ნაწილია. გადარჩენა ისაა, გადარჩენა რომაა შენი ერთადერთი მიზანი. შენი უკანასკნელი გზა, მაგრამ ეს გზა ყველა შემთხვევაში მიდის არსაით. ბოლო უცნობია, ვერ ხედავ არ იცი გადარჩები თუ არა. ამიტომ ქვია მას გადარჩენა. აქ მომავალი არ გაქვს. საბოლოოდ ყველა ვარიანტში მიდიხარ სამსხვერპლოსკენ, სადაც იესოს სახელით ეწირების ვარაკად დიდ იმპერიას, რომ ამ უკანასკნელმა იმრავლოს და იზეიმოს, რადგან ის ატარებს შენს სახელს, შენს სისხლს, შენს რწმენას. სისხლი და რწმენა იგივე ამოსი ამბობს სული სისხლშიაო. ყველათ ნუ გექნებათ იმედი, რომ უფალი ცხვარს გამოუგზავნის იმპერიას. სამსხვერპლოზე ის დაიკლება შემაგივრად შენგი სიცოცხლეს გააგრძელებ, ვითომ არაფერი მომხდარა. იღო აწებ როგორც საკუთარი ხალხის გამრავლებაზე მზრუნველი მამ. ასე არ მოხდება, რადგან აქ შენ მომავალი არ გაქვს. და ეს უმომავლობა აისახება იმ დეგრადირებულ მორალზე, რომელიც ვლინდება ისეთ ძალადობრივ აქტებში, როგორიც არის დაშინება, უფსკოლში გადაჭეხვის მუდმივი მოლოდინი, რომელსაც პროპაგანდის მეშვეობით გვინერგავენ. გავიხსენოთ, მე-18 საუკუნის რუსული პროპაგანდა გველაპარაკებოდა დაღუპვის გარდუვალობაზე და მართლმადიდებლობისა და ქართველის იდენტურობაზე. ეს დაგვაჩერა. ქართველი რა თქმა უნდა მართლმადიდებელია, მაგრამ ქართველისა და მართლმადიდებლის იგივეობის ის კონცეფტი, როგორც დღევანდელი ქართული ეკლესია გვთავაზობს, არ არის ტრადიციული ივერიული პრინციპი, რადგან აქ ტოტალური იგივეობაზეა საუბარი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ განსხვავებას. მაგალითად, ამ იგივეობაში სრულიად წაშლილია ქართველის ეროვნული და კულტურული მახასიათებლები. ასეთი ტოტალური იგივეობა რუსეთის იმპერიამ უმძიმეს პირობებში შემოგვაჩიჩა. მიზანმიმართული პროპაგანდის მეშვეობით, რითაც ისინი ეროვნული კატასტროფის გარდუვალობაში გვარწმუნებდნენ და ქართველი არის უძლურებას უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, ოქროს ხანის ივერიელი უპირველესად ზუსტად მეფესთან, თამართან და ძლიერ ქართულ სახელმწიფოსთან ახდენდა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, დამყარებულ ღმერთისა და მეფის ეკლესიისა და ხალხის კავშირზე. ეს კავშირი იყო რწმენის ფუნდამენტი. ქართველები ამ ტოტალურ იგივეობას არასდროს დათანხმდებოდნენ, ვიდრე ჰქონდათ საკუთარი სამეფო და საკუთარი მდიდარი კულტურა. ეს კარგად იცოდნენ რუსებმა და ამიტომ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო განადგურებული იყო. ზუსტად მაგთანაც მწვანე შუქი აღამახმათხმას და ქართველი სულიერ უძლურებას დაეჩაგრა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართველი ბრმად მიყოლოდა ეკლესიის მითითებას, რომელიც ეუბნებოდა მას, რომ ერთმორწმუნე რუსების შემოჭრა საქართველოში ღვთისწყალობა გადარჩენა იყო და არა ანექსია. საერთოდ განადგურების საფრთხის წინაშე ადამიანი ყოველთვის აიგივებს თავს სარწმუნოებასთან. და ეს ბუნებრივია, როცა დამხმარე არავინ ყავს, არც საკუთარი თავის რწმენა გაქვს, არც ხელისუფლების კაცი ყოველთვის ღმერთს მიჩერები ხარ ხელებში. რუსთველის მართლმადიდებლობა კი არ არის სულიერად განადგურებული და დაცემული პიროვნების რელიგია. კი ბატონო, მისთვისაც მიზანია მთავარი, მაგრამ ეს მიზანი სულიერად ძლიერი. განათლებული პიროვნებაა და არა ძლიერი იმპერია და ძლიერი მართლმადიდებლობა, როგორც რუსებისთვის იყო და არის დღესაც. იესოსთვის რომ ეთქვა ვინმე შენი რელიგია იმპერატორებს ემსახურება და არა ადამიანსო, ხოლო რწმენის სიძლიერე ხელისუფლების სიძლიერეზეა დამოკიდებული, ზუსტად ვიცი ძალიან შეწუხდებოდა. მავანი გვარწმუნებენ თითქოს ქართველისა და მართლმადიდებლის ასეთი ტოტალური იგივეობა, სადაც ყოველგვარი განსხვავებაა წაშლილი, დიდ რწმენაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ასე არ არის.
სინამდვილეში ის უარყოფს უმთავრეს რუსთველიანურ ივერიულ პრინციპს, სადაც იესო რთული ჰიპოსტასია და ის ორ განსხვავებულ ბუნებადაა გაყოფილი. მასში ღვთაებრივი ბუნება არ მიიწერს საკუთარ თავზე ადამიანურს. ისინი განსხვავებულები და დამოუკიდებელი საწყისები არიან, ანუ განსხვავების გარეშე არავითარი იგივეობა არ არსებობს ჭეშმარიტ ქართულ მართლმადიდებლობაში. პოლიტიკის ენაზე ეს გარემოება ხორციელდება მმართველობის ბუნებაში, მაგალითად საქართველოში არასოდეს ყოფილა თვითმპყრობელობა. მეფედ კურთხევისას თვითმპყრობელი სუზერენი საკუთარი ხელით იდგამს თავზე გვირგვინს, რადგან მასზე ზემოთ არაფერი არ დგას. იქმნება მკაცრი ვერტიკალი ტოტალური იგივეობა, სადაც ყველაფერი არის იარაღი სუზერენის ხელში, მათ შორის სარწმუნოებაც. ქართველ მეფეებს კი გვირგვინს ადგამდა ეკლესია და ერი ერთობლივად, რაც იმეორებს სამების ქართულ გაგებას, სადაც მამაძე და სულიწმინდა მხარდახარ დგანან. ისინი განლაგებულნი, უпроსტად განფენილნი არიან სივრცეში ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად. სამების ხატი იწერება შესაბამისი წესით. ესა ერთ მაგიდასთან გვერდმსხდომი სამი პირი, რომლებიც ერთი თასიდან სვამენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სრულიად თანასწორნი არიან და ერთმანეთს ავსებენ თანამშრომლობით, წარმოადგენენ ერთ არსს. ამ განსხვავებას ვეძახით კულტურულ სივრცეს, სადაც ეკლესია არ წარმოადგენს მათ რახს იმპერიის ხელში, რუსეთს კი თვითმპყრობელი იმპერატორები მართავდნენ, რომელთათვისაც მართლმადიდებლობა იყო მხოლოდ ინსტრუმენტი. ერთი სიტყვით ქართველი სადაც მართლმადიდებელია, ამაზე არავინ დავამბობს, მაგრამ ჩვენ შემოგვაჩერჩეს მართლმადიდებელისა და ქართველის ისეთი ტოტალური იგივეობა, როცა ქართველს ერთადერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი ეკლესიის მიერაა გაჟღერებული. რადგან ერთადერთ ჭეშმარიტ მიზანს ღმერთი ადგენს, რომლის ხმაც მხოლოდ ეკლესიას ესმის. დღესაც იგივე მეორდება. დაუსრულებლად ჩაყვირიან ყურში ქართველ ერს, რომ მხოლოდ ის მიზანი უნდა ამოძრავებდეს, რომელიც ეკლესიამ დაუსახა, რადგან მხოლოდ ეკლესიაში იბადება ჭეშმარიტი მიზანი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს მიზანი არ გააჩნია, რადგან მას პირადად ღვთის ხმა არ ესმის. ღმერთი მას პირადად არ ელაპარაკება. ღვთის ხმა მისთვის ისმის მხოლოდ მოსკოვში და რუსული ეკლესია ეუბნება ქართულ ეკლესიას რასურს ღმერთს. ანუ ეკლესიურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში დგას დღეს ჭეშმარიტების გოდოლი. მოსკოვს ეუბნება ღმერთი რასურს მას და მერე მოსკოვი გვეუბნება ჩვენ რასურს ღმერთს. ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ და იქეთ წავიდეთ, საითაც რუსები თითს გაიშვერენ, რადგან ეს თვითონ ღმერთის თითია. ასეთ გარემოში, რა თქმა უნდა, ქართველ ერს საკუთარი დამოუკიდებელი მომავალი არ გააჩნია, რომლის გარეშეც რუსთველიანური მორალი არ არსებობს. და ეკლესია გვარწმუნებს, რომ აუცილებელი არ არის გქონდეს საკუთარი ეროვნული მომავალი. თავარია გლობალური მართლმადიდებლობის მომავალი და ჩვენც ამ დიად მიზანს უნდა შევეწიროთ, რომელსაც რუსეთის იმპერია ახმოვანებს. ეს აგზა არსაით. იმპერიის ხახისკენ, ბატონებო. ბავშვობაში მაქვს განაგონი გველი ბაყაყს ჰიპნოზს უკეთებსო. მართლა მჯეროდა, რომ გველი შეხედავდა ბაყაყს და ისიც მონუსხული საკუთარი ფეხით ჩაუძრებოდა პირში. მე რაღაც ტექსტს გადავაწყდი, სადაც მხატვრულად იყო აღწერილი ეს პროცესი. ამ ტექსტის დედა აზრი ისაა, რომ ჰიპნოზი არის გენეტიკაში კოდირებული ნადირობის ხერხი. ამ დროს გველი იყენებს ბაყაყის თანდაყოლილ ცოდნას იმის შესახებ, რომ ის არის მსხვერპლი და გველმა უნდა გადაყლაპოს. გველს აღებს პირს და დგას, არ ინძრევა, უბრალოდ იყურება იქეთ, სადაც ბაყაყი ეგულება. ბაყაყი ფიქრობს, აგერ მეცემა, ახლა მეცემა, მე ხომ მსხვერპლი ვარ, მან უნდა შემჭამოს, უკვე მის პირში ვარო და ნენა თავის ფეხით უძრება ხახაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ბაყაყი მსხვერპლია, მან იცის, რომ გველმა უნდა გადაყლაპოს, გველმა კი იცის, რომ აუცილებლად ზუსტად ასე მოხდება, რადგან ყოველთვის ასე ხდებოდა. ეს გამოცდილებაა მისი ერთადერთი გველური მეთოდი და მისი ჰიპნოზიც ჩვენს მიერ ამის დაჯერებაშია. ბაყაყი ამ შემთხვევაში მკაცის მეტაფორაა, რომელსაც მომავალი არ გააჩნია და შესაბამისად არც ცოცხალია. რუსთველის მიხედვით ცოცხალი მაშინ ხარ, როდესაც მომავალს წოდების სულით, ხორცით და გონებით ერთად. ეს კი ზეადამიანური ძალაა და რუსთველის გმირები ზეადამიანები არიან. მათი მხოლოდ სულიერ და ფიზიკური ძალები აქვთ, რომ შიშველი ხელით აღჭვენ ლომებს და ისეთი ჭკვიანები არიან, გველებს ათვინიერებენ, გველსახვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო. რუსთველის გმირები ქრისტიანულ სიმბოლოებს წარმოადგენენ. ზუსტად ამ აზრით ისინი ზეადამიანები არიან და როგორც ხედავთ, არ გვანან ბაყაყებს. ტარიელი არ არის მსხვერპლი, ის მონადირია, რომლის მიზანიც დიდი ნადირის მოკვლაა. ყველგან დაეძებს მას და გზადაგზა პატარა ნადირსაც ხოცავს, ლომის და გველის მსგავსებს, ძლიერებს და ცბიერებს, როგორც მაგალითად რუსეთის იმპერიაა. ამას რომ გააცნობიერებ და დაინახავ, რომ ამ მორალზე იზრდებიან ქართველი ბავშვები, რა თქმა უნდა, იმედი გაცოცხლდება შენში და წილყურებას დაიწყებ.
ბაყაყებზე ადამიანებს ვერ გაზრდიან. Სხვადასხვა ქართული ეკლესიის ამ ეგრეთ წოდებულ ბაყაყურ მორალს აქვს თავისი მიზეზები. ბევრი მიზეზი აქვს. რუსების გარდა ჩვენს ეკლესიას სხვებიც უპირებდნენ გადაყლაპვას. მაგალითად ვახტანგ მე-6-ს რომ ევროპიდან დახმარება მიეღო, მას აუცილებლად გადაყლაპავდა რომის ეკლესია. ვახტანგ მე-6-ს არა მარტო პოლიტიკური, ინტელექტუალური და სულიერი კავშირიც ჰქონდა ევროპასთან. წარმატების შემთხვევაში მას პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა რომის კათოლიკური ეკლესიასთან შეერთება. როგორც ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვთქვით, მისი მიზანი იყო საქართველოს ევროპული ყაიდის განმანათლებლურ სახელმწიფოდ გადაქცევა. ერთ-ერთი დიდი გველი ასევე მუსულმანური სამყარო იყო, რომელიც ბოლომდე გაშიშვლდა დიდი თურქობის დროს საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინაშე. იმ საშინელების ხილვის შემდეგ, რაც სპარსელებმა და ოსმალებმა საქართველოში ვახტანგის დამარცხების შემდეგ დაატრიალეს, მართლმადიდებლობა საქართველოში შოკში ჩავარდა და გადარჩენის რაღაც ველური ინსტინქტი აუმუშავდა. ეს მესმის ვისაუბრებთ ჩვენ დაწვრილებით ამ მიზეზებზე, მაგრამ სამწუხაროდ რამდენი მიზეზიც არ უნდა დავახვაოთ, ფაქტი არ შეიცვლება. ანუ მიზეზებს თუ გავიგებდით, გაუგებდით მსხვერპლსაც, გაუმართლებდით კიდეც, მხარზე მოუთათუნებდით ხელს და დავამშვიდებდით. გახდებოდი ასეთ სიტუაციაში ბაყაყი აპარა იქნებოდაო, ვეტყოდით, ვიტირებდით, გულს მოვიეხებდით, მაგრამ იმ ფაქტს ვერ შევცვლიდით, რომ ბაყაყია. გულის მოუხებაზეა ზუსტად ჩვენი ეპოქის დრამატიზმი და მთელი გადარჩენის ფილოსოფია დაფუძნებული. უნდა დაიდო საკუთარი გვამი წინ და იტირო, მაგრამ ეს რომ გააკეთო ჯერ გვამი უნდა გახდე. უნდა მოკლა შენში ის, რაც სიცოცხლისკენ მიგიწვება. ამ საკითხზე საუბარ შემდგომ გადაცემაში განვაგრძობთ. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.